ინგუშური კულტურა. რითი მომტკიცებთ, რომ ეს კულტურა არსებობს და თუ არსებობს ისტორიულადაც რომ იყო ღირებული. უპირველესი ჩემთვის მაჩვენებელი ამისი გახლავთ სიტყვები როგორც ნაწილი ისტორიისა, რომელიც ატარებენ ისტორიას. მაგალითად, ქონდათ თუ არა დამწერლობა. თქვათ ინგუშებს. საიდან ჩანს, რომ ქონდათ? პირველი, იქიდან რომ არსებობს სიტყვა, წერის აღნიშვნა. ისე დიდი კულტურის ერებს, როგორც არიან მაგალითად გერმანელები. წერის აღნიშნული გერმანული სიტყვა არა აქვს. მეორე, საწერი მასალა. ან თუ წერის აღნიშნული სიტყვა არსებობს ინგლისური, თქვათ იაზერ, იაზდიე, დაწერე. ასევე არსებობს იმის აღნიშნული სიტყვაც, სად უნდა დაწერო ეს? ანუ არსებობს სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ტყავზე ნაწერს. ანუ ცხადია ქაღალდი არ იყო, წერდნენ ტყავზე, ხო? და ეს ტყავზე ნაწერი სპეციალური ინგუშური სიტყვით არის გამოსახული. ქარდიკ. ეს არ არის ქართული და არაბული ქაღალდი. ეს არის საკუთრივ ინგუშური სიტყვა ქარდიკ, რომელიც ნიშნავს პერგამენტზე, ანუ ტყავზე ნაწერ რაღაცას. ძველი ქართული ქარტაი და მისი შესატყვისი ინგუშური სიტყვა ქარდიგ. ეს ქარტაი გახდა საფუძველი შემდგომში ევროპული და რუსული კარტა. ქარდ ინგლისური. ქარდიგ, ხედავთ რა ხდება? ეს ძალიან დიდი ისტორია. ამ მიმართულებით კვლევა არ მიმდინარეობს. მეტიც წიგნი. წიგნის შესატყვისი აქვს ინგუშურსაც და ეტრუსკულსაც. ეტრუსკულში ეს არის ძიქნი, ორნამენტი, ჩუქურთმა და ძველ ინგუშურში ეს არის ჟაგნი, რომელსაც დღეს ინგუშები როგორც ჯეინს წარმოთქვამენ. მაგრამ ძველი ინგუშური ფორმა იყო ჯაგნი ან ჟაგნი. როგორც დღეს ეს არის წოვათოშორსი, ჟაგნო წიგნი. რომელიც გახდა საფუძველი წიგნი ლათინური signum ნიშანი. საიდანაც მოდის ინდოევროპულ ენებში, თქვათ ინგლისური sign. ნიშანი. ანუ აქ ეს არის სიტყვა ადგილობრივი, უძველესი პლასტი ენობრივი, შესატყვისობებით იქ